ცხოველების მოვლაში გატარებული მრავალი წელი. გორის სოფელ ატენში მცხოვრებს 70 წლის მარტოხელა მოხუცს მიუსაფარი ცხოველები ყავს მიკეტლებული. როსტომ მიხანაშვილი ძაღლებისა და კატების გამოკვებას საკუთარი პენსიითა და სოციალური შემწეობით ძლივს ახერხებს. მარტოხელა კაცი ლეკვებისთვის მზრუნველ პატრონებს ეძებს. ცხოველების მოყვარულ კაცს თათია გოლოშვილისა და ბექა პირველის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნახავთ. მიყვარს ძაღლები, ცხოველები, ბოლოს გამოვიღებ და მივცემ ამათ. არ შეიძლება. ესე ვერ მივატოვებ რომში ვერ. განამეა შემიძლია ლამაზი ცხოვრება და გემოვნება არა, მაგრამ რა გავაკეთო? აი ესენი მიიცემნიან, ცოდნი არიან ეს. ეს არის პირველი, ამან უნდა შეწოდება და მფარველობა უნდა. როგორ ხარ? ვირო, გელო. ნახელა. აი. ლეკვები 10 ცალი ლეკვი ყავს. თუ იმე სურვილი იქნება, ამოგიჭებთ ლამაზ ლეკვებს და იქნება ვინმე წაიყვანოთ და მადლი მოისხა და სახში გაზაროთ თან. აი ხა რა გავაკეთო მარტო კინაკაცმა მან რას იზამ? ყველა კარგი ლეკვები არიან. აი, ყველა ლამაზი ლეკვები არიან. კარგები არიან. თუ მთავრობა დამეხმარება რომ საჭმელით რამე საკვებით და მადლობელი ვიქნები. თუ არ და კარგად იყვნენ. აუარ როგორმე ჩემი პენსიით. მეტი რა მაქვს სათქმელი. მეტი თუ აი გაჭირებული კაცი ვარ და სოციალურ დაუცველი თან აბანტოფი ვარ. ვალდებულად თავს ვსვლიო ვაჭამა ვასო წავიდე რაღაცა მოუტანო ქალაქიდან პედიგრია თუ რაღაცა და ყოველდღიურად ვაჭამო და არ გამიცინდნენ და რაღაც სახში ვიყავ მარტო კინა სახში ვარ და ფეჩის გვეძება მან ცოტა მირეულმეული მაგრამ რას ისა ხანიშეთი ყინვაა რომ გარეთ როგორ გავუშვებს ლეკვებს კაცო და ესე გამომდივარ ესე მომლელი რა სხვა გზა არ არის ცხოვრება კიდე არის წუთისობელი როგორც წუთისობელი ეგრე გარბის ისე მიხვალ სიბერემდე რომ ვერ გაიგე თურმე ეგრე ყოფილა ეს მე თვითონ ესე მივიდა რა ხან ცოლში რა ყავ აი ახლა ამათ მოუარეო